ერთი წუთი კამერა გავასწორო. გამარჯობა, მე ვარ არჩილი. პირველ რიგში გილოცავ ჩემს მასტერკლასზე ყოფნას. ეს ნიშნავს იმას, რომ შენთვის მოწევა თავარი პრობლემა არის და გინდა რომ ეს პრობლემა საბოლოოდ გადაჭრა. მე კი მინდა გითხრა, რომ ჩემი მასტერკლასი ერთადერთია საქართველოში, რომელიც საერთოდ სხვანაირად დაგანახებს მოწევას, სიგარეტს და ნიკოტინს, რისი დახმარებითაც შენ კიდევ უფრო ახლოს იქნები იმ გამარჯვებასთან, რასაც სიგარეტისგან თავისუფლება ჰქვია. ეს მასტერკლასი დაგეხმარება ამ ყველაფერში, მიუხედავად იმისა, ქალი ხარ, კაცი ხარ, არასრულწლოვანი ხარ, სრულწლოვანი ხარ, რამდენი წლის ხარ, რამდენი წლის სტაჟი გაქვს, როგორი სტრესული ან როგორი ბედნიერი ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს, მიზანი ჩემი მასტერკლასის არის ერთადერთი, რომ შენ დაგანახოს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოწევაზე იმაზე უფრო მარტივად თქვას უარი, ვიდრე მას წარმოუდგენია. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეხლა დავუბრუნდოთ რამდენიმე წუთი სხვა ადამიანებსაც, მივცეთ დრო მათაც, შემოგვიერთდებიან და უკვე გავაგზავნებთ ჩვენს მასტერკლასს, რომლის თემაც არის, როგორ უნდა შევწყვიტოთ მოწევა ნებისყოფის გარეშე. მასტერკლასის განმავლობაში შეგიძლიათ რომ კომენტარები დაწეროთ, მე ვეცდები რომ ყველა კომენტარზე გიპასუხოთ. ძალიან კარგად იცი შენს რომ ნებისყოფა არ არის ის, რითაც მოახერხებ სიგარეტისთვის თავის დანებებას, რადგან შენს უკან უკვე მრავალი მცდელობა არის მსგავსი, როცა ცდილობდი რომ ნებისყოფით, ანუ მოთმენით დაგენებებინა მოწევისთვის თავი, მაგრამ გაივლიდა თუ არა რამდენიმე საათი, რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა, თუნდაც რამდენიმე თვეც, შენ ისევ აგზელებდი მოწევას. მოწევა არის ერთადერთი ქმედება, რომელსაც ადამიანი ახორციელებს ამდენი წლის განმავლობაში და რომლის კეთებაც რეალურად მას არ უნდა. ნებისმიერი მწეველი ადამიანი შენ რომ გითხრან ახლა რომ მოგცენ რამე ჯადოსნური ჯოხი ან რამე ღილაკი, რომელზე თითის დაჭერის შემდეგაც შენ არამწევლად გადაიქცევი, მე დარწმუნებული ვარ რომ შენ ყველაფერს იზამ. ასევე არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელსაც უნდა რომ მისი შვილი მწეველი გახდეს. პირიქით, ის თავიდან ბოლომდე იმის მცდელობაში არის, რომ მას არ დაემსგავსოს და მასავით არ მოტყუდეს, არ გაებას ამ მახეში, რომლისგან თავის დაღწევაც კარგად იცი, როგორი რთული იყო შენთვის აქამდე. აქამდე ვიძახი, იმიტომ რომ ჩემი მასტერკლასი დაგანახებს იმ შესაძლებლობას, რომლის დახმარებითაც შენ საბოლოოდ გათავისუფლდები მოწევისგან. ამიტომ აუცილებელი არის ჩემს მასტერკლასს თავიდან ბოლომდე დაესწრო, ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც აქ მოისმენ, გადახარშო, მოусმინო კარგად და შემდეგ გამოიყენო ყოველდღიურ აზროვნებაში. ეს მიგეახლოვებს იმ მიზანთან, რომელსაც ჰქვია ცხოვრება სიგარეტის გარეშე. ვიდრე კონკრეტულად სიგარეტზე და ნიკოტინზე გადავალთ, მინდა მოგიყვე რამდენიმე სიტყვით, თუ მე როგორ დავიწყე მოწევა. წარმოიდგინე ერთი პატარა ბნელი ოთახი, სადაც ორი ბიჭი ზის. ერთი 16 წლის, მეორე 23 წლის. თავისთვის არიან ხელი შემშლელი, არავინ არ ყავთ, გარეთ მზეა, გარეთ გასვლას უბრალოდ აზრი არ აქვს, ჩართული აქვს ძველი ტელევიზორი და დროს ატარებენ თავისთვის. ამ დროს მე ვდგავარ ამ ოთახის კარებთან, დავაკაკუნე, დაკაკუნების შემდეგ უფლება რომ მომცე შევსულიყავი, შევედი და ვხედავ რომ ირგვლივ არის აი ბუღი დღას რა სიგარეტის. თავიდანვე გულმომიგზნო რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ჩამოვჯექი და ამ დროს ხედავ ხელს, რომელსაც ჩემთვის გამოწვეული აქვს სიგარეტი. მე რა თქმა უნდა, პირველი ჩემი რეაქცია იყო რომ უარი უნდა მეთქვა, იმიტომ რომ მშობლებისგანაც ვიცოდი, ახლობლებისგან რომ სიგარეტის მოწევა არ არის მაინც და მაინც კარგი საქციელი და თუ ვინმე შემოგთავაზებს, უნდა უთხრა უარი. ეგ ყველაფერი თეორიულად ვიცოდი, მაგრამ როდესაც შენი ორი მეგობარი გთავაზობს მათთან ერთად რაღაც საერთო რიტუალის გაკეთებას, რის შედეგადაც ერთმანეთს უფრო დაუახლოვდებით, წარმოუდგენელი არის ამ ყველაფერზე როგორც არ უნდა გინდოდეს უარი თქვა. პირველი რა დილემის წინაშეც აღმოჩნდი ეს იყო რომ მეთქვა თუ არა თანხმობა გამეცხადებინა, როგორც კი დავთანხმდი და ხელიდან ჩამოვართვი სიგარეტი, შემდეგი გამოცდა იწყებოდა, აბა როგორ ვიყავი მზად, როგორ იყო მზად ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ფილტვები, ნაფასის დარტყმის შემდეგ დამახველებდა თუ არა. ეს არის ალბათ ის გამოცდა, რომელიც შენც ძალიან კარგად გახსოვს და ყველა მწეվել ადამიანს ქონია ეს მომენტი. როგორც კი დავარტყი ნაფასი, ძალიან აი მაქსიმალურად მოვინდომე რომ არ შევრცხვენილიყავი ამ ადამიანებში და არ დავახველე, ეგ იყო ჩემი აი ესეთი კაფიო გამარჯვება სიგარეტის მოწევის დაწყებიდან. რამაც სხვათა შორის ჩემი თავდაჯერება უფრო მეტად გაზარდა, ის მომენტი რომ მე უკვე შევდგი ამ სამყაროში ფეხი, რომელსაც ქვია მოწევის სამყარო, ჩემი პირველი ნაბიჯი იყო გამართული და თავდაჯერებული. სამწუხაროდ მაშინ ვერ ხვდებოდი თუ რამხელა მახეში გავყავი ამ ქმედებით თავი, დავიდა დაახლოებით 11 წელი და 11 წლის შემდეგ მოახერხე მხოლოდ ის, რომ მე საბოლოოდ მეთქვა უარი ამ ყველაფერზე. თუმცა ამ 11 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მცდელობა იყო ჩემს ცხოვრებაში, ისევე როგორც შენს ცხოვრებაში და ეს ყველაფერი ძირითადად აი დაფუძნებული იყო ნებისყოფაზე. მოდი აბა დავიწყებ დღეს აღარ ვეწევი დღეიდან. აბა
რამდენი ხანი გავქაჩავ. 1 საათი, 2 საათი, 3 საათი უკვე ვამაყობდი შინაგანადაც და ყველას ვეუბნებოდი, რომ მე უკვე აღარ ვეწეოდი, მაგრამ რაღაც კრიტიკული მომენტი დგებოდა, ან კამათი, ან გართობა, ან მოწყენილობა, ან სტრესი, გაფიქრება ამ ყველაფერზე დამთავრებული არ მქონდა, უკვე გვერდით სიგარეტი მედო და ერთი სული მქონდა მომეკიდებინა და ძალიან კარგად ვიცი, რომ შენ ცხოვრებაშიც ასე არის. 11 წლის განმავლობაში მქონდა დაახლოებით ალბათ 1.50-მდე მინიმუმ ცდელობა, რომ სიგარეტი გადამეგდო, მაქსიმუმი რასაც ვაკეთებდი, იყო 1 დღე, 2 დღე, მქონია ასევე სამთვიანი შუალედი რო არ მომეწია. ყოველი შეწყვეტილი დღე რაც მე სიგარეტს არ ვეწევი, ჩემთვის იყო ბედნიერება, მაგრამ ამავდროულად იყო საშინელი დისკომფორტი იმის, რომ სიგარეტის მოწევა მინდა. მე ეს ყველაფერი მიმაჩნდა არანორმალურად, ფიქრობდი, რომ თუ მოწევაზე ადამიანი უარს იტყოდა, სურვილი აღარ უნდა ქონოდა და თუ სურვილი მქონდა, ნიშნავდა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. ამიტომ არ ვიცოდი რა ტექნიკებისთვის უნდა მომართა, რა უნდა მეფიქრა, რა უნდა გამეკეთებინა, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. ეს იმდენად გაუგებარი იყო ჩემთვის, რომ ერთადერთი რაც დამრჩენოდა, ისევ მოწევის გაგრძელება იყო და სამწუხაროდ ასე ვიცხოვრე 11 წელი სიგარეტთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ძალიან ბევრი წელი გავაგრძელებდი, რომ არ მიმეგნო მეთოდისთვის, რომელიც ჯერ ჩემს თავზე გამოვცადე, შემდეგ კი სხვა ბევრ ადამიანს დავეხმარე ამ მეთოდის გამოყენებით. ამ მეთოდს მასტერკლასის განმავლობაში გაგიზიარებ. ერთადერთი შერაც უნდა გააკეთო არის ის, რომ ბოლომდე მოусმინო ჩემს მასტერკლასს, იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნები, ეს არის შენი ერთადერთი შანსი გამოიყენო ეს შესაძლებლობა და ამ შანსის დახმარებით საბოლოოდ გახვიდე იმ ნაპირზე, სადაც არის ჯანმრთელობა, ბედნიერება და ფულის ჰაერში არ გაფლანგვა. დარჩი ბოლომდე, თუ შენ გონივრულად მოიქცევი, ჩემს დღევანდელ მასტერკლასს შეუძლია შენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალოს. ახლა კი გავაგრძელოთ, ვისაუბროთ იმ ყველაფერზე, თუ როგორ იწყებს მწეველი ადამიანი სიგარეტის მოწევას, რატომ აგრძელებს, რატომ ვერ ამბობს უარს იმ შემთხვევაში, როცა მას უნდა რომ აღარ ეწეოდეს და ზოგადად რას უნდა მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუ მინდა რომ მოწევას საბოლოოდ თავი დავანებოთ. მოკლედ, კარგად გახსოვს, რომ მე ჩემი გამოცდილება გაგიზიარე, დარწმუნებული ვარ, შენი მოწევის დაწყების გამოცდილებაც ინდივიდუალურიას და შეიძლება უფრო საინტერესოც კი იყოს ვიდრე ჩემი, მაგრამ საფუძველი ყველა ჩვენგან გვაქვს ერთადერთი. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დავიწყეთ იმის გამო, რომ ოდესღაც ჩვენ საზოგადოებრივი ნორმიდან გამომდინარე თუ ჩვენი სურვილიდან გამომდინარე, სიგარეტი ავიღეთ, პირში ჩავიდეთ, ცეცხლი მოუკიდეთ და გადავყლაპეთ ბოლი, გავუშვით ფილტვებში, ფილტვებიდან მოხვდა ჩვენს მთლიან ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის წყალობით და ეს არის იმ ისტორიის დასაწყისი, რომელიც შენ ძალიან კარგად იცი, საიდანაც მიდის. ეს მიდის გარდაუვალი სიკვდილისკენ, ისედაც ადამიანების სიკვდილისკენ მივდივართ, მაგრამ მოწევასთან ერთად გაგრძელება ნიშნავს ამ გზის დასრულება ტანჯვით, დანაკლისის შეგრძნებით, თავდაჯერებულობის დაქვეითებით და თავისუფლების შეზღუდვით. ყველაზე მთავარი რაც ადამიანს გააჩნია არის თავისუფლება. ძალიან ბევრი საუკრე დასჭირდა ადამიანს, რომ თავისუფალი ყოფილიყო, თავისუფლად ეცხოვრა, თავისუფლად ეაზროვნა, მაგრამ სიგარეტი არის ის, რაც ამ ყველა წარმატებას და ყველა განვითარებას ბოლოს უღებს სპობს და შენივე ნებით ხდები მონა იმ ყველაფრის, სადაც ქვია სიგარეტის უდიდესი და უმდიდრესი ბიზნესი. მაგრამ ჩემი მეთოდი და ჩემი მასტერკლასი დაფუძნებული არ არის იმაზე, რომ დაგანახოს კიდევ ერთხელ სიგარეტის ცუდი მხარეები, გითხრას, რომ ეს ავად გაგხდის, ეს ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნის, მოკლავს დროზე ადრე და ამიტომ შეწყვიტე მოწევა, ვერ ხედავ რამდენ ფულს გახარჯინებს და უნდა თუ ჭკვიანი ხარ, უნდა გადააგდო ეს. არა, მეგობარო, მე ესეთ რამეს შენთან ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ეს შენ ყველაფერი ჩემზე კარგად იცი, შენ კარგად იცი ცხოვრებაში ეს რასაც გაკლებს, საიდანაც მივყავხარ, ამიტომ მე რო კიდევ ერთხელ ამ ყველაფერზე განვავრცო და ვისაუბრო, უბრალოდ კიდევ ერთი დროის კარგვის მცდელობა იქნება, ამიტომ მოემზადე, იმიტომ რომ ვაპირებ საერთოდ სხვანაირად შეგახედო ამ ყველაფერს და ამ პროცესებს. თუ შენ გაქვს მოსმენის უნარი, თუ შენ გაქვს გააზრება და გამომყვები მე ამ გზაზე, პირობას გაგძლევ რომ ამ ლაბირინთიდან გამოგიყვან, პირველი რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ მასტერკლასს ბოლომდე დაესწრო და გეცოდინება იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე იცოდი და იქნები კიდევ უფრო მეტად მზად, თუ შენაპირებ რომ მოწევას თავი დაანებო და გჭირდება ბიძგი ჩემგან, ზუსტად ეს მასტერკლასი იქნება, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს. ამიტომ გავაგრძელოთ. ამ მასტერკლასის განმავლობაში შენ შეგიძლია თავისუფლად გააგრძელო მოწევა, მოწიო მაშინ, როცა გინდა. რადგან ჩემი მეთოდი დაფუძნებული არ არის იმაზე, რომ ადამიანებს მოწევა აუკრძალო, პირიქით, ჩემი ერთადერთი მიზანი, ჩემი მასტერკლასის მიზანი არის, რომ შენ მიგიყვანო იმ მდგომარეობამდე, როცა ამ ყველაფერს შენ თვითონ გადაწყვეტ და შეცვლი შენ ცხოვრებას. მანამდე კი როგორც გითხარი, შეგიძლია თავისუფლად გააგრძელო მოწევა. მოკლედ, დავიწყოთ საუბარი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნივთიერებაზე, რომელსაც
ტყვედ ყავს უკვე მილიარდზე მეტი ადამიანი და მათ შორის შენც მე ვიყავი ამ ტყვეობაში, მაგრამ საბედნიეროდ ეხლა აღარ ვარ და მინდა დაგანახო გზა თუ როგორ უნდა გამოხვიდე ამ ნივთიერების ტყვეობიდან. დავიწყოთ. მას შემდეგ რაც შენ პირველად გასინჯე სიგარეტი, შენს ორგანიზმში კვამლთან ერთად თან მოხვდა დაახლოებით 7000-ზე მეტი ნივთიერება. ამ 7000 ნივთიერებიდან 70 პირდაპირ დამტკიცებული არის რომ იწვევს სიმსივნეს, მაგრამ ყველაზე მთავარი ნივთიერება რომელიც ამ კვამლთან გაყვა არის ნიკოტინი და აქედან იწყება შენი მწვერვალობის ისტორია. ნახე პრინციპი უნდა დაგანახო როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, დამიჯერე მომისმინე კარგად, რადგან ეს არის საფუძველი იმისა თუ როგორ უნდა შეწყვიტო მოწევა მარტივად. ამის გააზრება დაგეხმარება ამ ყველაფერში. ნახე როგორი რაღაც ხდება. როგორც კი ნიკოტინი შენს ორგანიზმში მოხვდა, ის არის ცოცხალი ნივთიერება და ნებისმიერ ცოცხალ ნივთიერებას დედამიწაზე შენი აზრით ასჭირდება. საჭმელი, მართალია, მას სჭირდება კვება იმისათვის, რომ არ მოკვდეს და გააგრძელოს არსებობა შენს ორგანიზმში. შენი აზრით ნიკოტინის საკვები რა შეიძლება იყოს? ის ვერაფერს ვერ ჭამს ორგანიზმიდან, მას არ უყვარს არ ჩვენი ორგანოების ჭამა და იქიდან საკვებს ვერ მიიღებს, როგორც არ უნდა ახერხებდეს საბოლოოდ ამას სიმსივნის წყალობით, მისი თავდაპირველი საკვები ადამიანის ორგანიზმი არ არის და არც მისი ჯანმრთელობა. მისი ერთადერთი საკვები არის ნიკოტინი, რომელსაც ის ვერანაირად ვერ მიიღებს შენი ორგანიზმიდან, თუ შენს ორგანიზმში ეს არ მოხვდება. საიდან შეიძლება შენს ორგანიზმში მოხვდეს ნიკოტინი? მართალია, უნდა მოწიოს მწვერვალმა. ანუ ნახე როგორი რაღაც ხდება. ნიკოტინი მოხვდა შენს ორგანიზმში, მას სჭირდება საკვები, მისთვის საკვები ერთადერთი წყარო ხარ შენ, რომელმაც უნდა მოწიოს სიგარეტი. ეხლა ნახე როგორი რაღაცას ხედავს ნიკოტინი. ნიკოტინი ხედავს რომ როგორც კი შენ გასინჯე ეს კვამლი სიგარეტის დაგახველა, თავბრუ დაგეხვა, ფეხები მოგვეკვეთა. ანუ ეს არის ორგანიზმის სიგნალი იმაზე რომ შენ ისეთ რამეს უშვებ ორგანიზმში, რაც ზედმეტია ჩვენთვის და ამიტომ გაფრთხილებს რომ ეს ყველაფერი აღარ გაიმეორო. ნიკოტინი ხვდება რომ შენი ორგანიზმი თანახმა არ არის, რომ მისი მეშვეობით მან საკვები მიიღოს. ამიტომ აკეთებს ესეთ ჭკვიანურ რაღაცას, ყველაფერი ესე გააკეთებ და ადამიანიც ესე მოიქცეო და როცა მას თავის გადარჩენა სურს. აკეთებს ესეთ რაღაცას, გაიყოფა შუაზე, ნახევარი ნიკოტინი რჩება შენს ფილტრებში და ნახევარი ადის ტვინში. და ტვინში რომელიც წავა, ეს არის პასუხისმგებელი შენს ფსიქოლოგიურ მანიპულაციაზე და დაჯერებაზე, რომ ვა, გავიღვიძე, ეხლა რა უნდა გააკეთო, დილა რო კარგად დაიწყო, თორე უხასიათო ხარ. რა თქმა უნდა მოწიო. ვა, ეხლა საჭმელი რო შეჭამე, რაღაცა გაკლია, რა შეიძლება გაკლდეს? ვა, რა თქმა უნდა სიგარეტი გაკლია, დასვენება გაქვს, შესვენება გაქვს სამსახურში, უნდა გააკეთო, უნდა მოწიო. სახლში მიდიხარ, სანამ მანქანაში ჩაჯდები, რა უნდა გააკეთო? უნდა მოწიო. დაძინებამდე რა სიზამ? მოწევ, სახლში ვიდრე შეხვალ, მოწევ. მეორე დილით რო გაიღვიძებ, რას გააკეთებ პირველ რიგში? რა თქმა უნდა მოწევ, ნახე, ეს ყველაფერი არის ნიკოტინის მანიპულაცია. რომ მიიღოს შენგან ის საკვები, რომელსაც შენი ორგანიზმი თავისინებით არღებულობს. კი ბატონო, ეს მე დარწმუნებული ვარ, კარგად გაიგე, მინდა რომ ოდნავ გვერდით გადავწიოთ და ეხლა მოგიყვები მაგალითს, რომლის დახმარებითაც შენ ამ პრინციპს, რომელიც გვერდზე გადავდეთ, იმაზე უკეთესად დაინახა, ვიდრე ახლა დაინახე. შენ შეიძლება უდესმე ყოლია რამე შინაური ცხოველი, მე არ ვიცი სამწუხაროდ და მოდი ძალიან ერთ სიმბოლო დავიღებ ძაღლს და ძაღლზე ვისაუბროთ. ჩვენი ეს პირველი ამბავი არის მშიერი ძაღლი და ეხავე დაინახავ რის თმას ვცდილობ და რასაც მიხვდები შენი თვე. მოკლედ ეგეთი რაღაც წარმოიდგინე. დაღლილი სამსახურის შემდეგ, აი დასვენება რო გინდა, ერთი სული გაქვს სახლში მიხვიდე, იყიდე რაღაც პროდუქტები შენთვისო, საყვარელი საკვები მოიმზადო, იქ იცი რომ ფილმს უყურებ ან ასკროლობ ცოტა ხანი მობილურში იქნები, ვინმეს დაურეკავ და მოკლედ გინდა რომ განიტვირთო რა, ხვალამდე გაქვს დრო. როგორც კი სახლის კარი გააღე, დაინახე რომ ეს შენი მშიერი ძაღლი რომელიც სახლში ყავს მოგახტა ფეხებზე, დაკპინა კოჭებზე, ჩამოგახია კალთა, აგაცოცდა თავზე, შია მას მთელი დღე არ იყავი სახლში. შენ აბამ დაფიქრდი პირველი რას გააკეთებ რომ ფუნქციონირება გააგრძელო, რომ საკვები მოიმზადო, დაისვენო. პირველი რაც უნდა გააკეთო რა არის? მართალი ხარ, პირველი რასაც აკეთებ არის რომ ძაღლს მისცეს საკვები რომ ის დაწყნარდეს და შენ გააგრძელო ის ცხოვრება, რომელიც მოგწონს. გააკეთო ის საქმეები, რომელიც გინდა რომ გააკეთო. კი ბატონო, როგორც კი ამას საჭმელი აჭამე, შენ უკვე გააგრძელე შენი საქმეობა, საჭმელიც მოიმზადე, ფილმსაც უყურებ, დარეკე კიდევაც ახლობლებთან და კარგად იგრძნობ თავს. ცოტა ხანში ისე მოშივდა ამ ძაღლს. შენ ას გააკეთებ, ავტომატურად მიდიხარ, გამოვაღებ კარადას, აიღებ საჭმელს,
დაუყრი თავის ჯამში, შეჭამს, შენც კარგად ხარ და ისიც კარგად არის. გავიგეთ ეს ყველაფერი. ეხლა წარმოიდგინე მეორე დღეა, ისევ სამსახურში სტრესული დღე გქონდა, რაღაცა პრობლემები გქონდა ცხოვრებაში, ვიღაცა მანქანას გაუსვი, იქ ვიღაცა გარდაიცვალა, იქ ვიღაცა დაიბადა და ახალი ემოციები გაქვს. მოკლედ, გადაწყვიტე რომ სახლში წახვიდე და ეს ყველაფერი გადახარშო, დაისვენო და განახლდე ასე ვთქვათ. როგორც კი სახლში ადიოდი, გაგახსენდა რომ ძაღლი გელოდება სახლში და საჭმელი აღარ გაქვს. პირველი, რასაც შენ იყიდი მაღაზიაში რა იქნება? რა თქმა უნდა იქნება ძაღლის საკვები, მაგრამ დააკვირდი, ეს საკვები შენ იმიტომ კი არ აგაქვს ამ შემთხვევაში. ეს ძაღლი ძალიან გიყვარს და მაგიტო გაგახსენდა. პირიქით გაგახსენდა ერთადერთი რამის გამო, რომ იცი, თუ მას საკვები არ იქნება, შენი დღე ისე ვერ წავა, როგორც შენ გინდა რომ იყოს. შეგაწუხებს, ვერაფერს ვერ გააკეთებ, ვერ დაისვენებ და პირიქით სულ დაძაბული იქნები. ამიტომ ავტომატურად ყიდულობ საკვებს და მოგაქვს ძაღლისთვის. კარს როგორც კი გააღებ და უკვე ძაღლი იწყებს შეწუხებას, შენ მოასწრებ ამ ყველაფერს, დაუყრი საკვებს თავის ჯამში, ის დაიწყებს ჭამას და შენ მშვიდად აგრძელებ ცხოვრებას. ეხლა მოდი, აღონ ჩვენ ვსაუბრობთ იმ შემთხვევაში, როცა ეს ძაღლი მე არ მინდა გაიგოთ ისევ თითქოს ძაღლების საწინააღმდეგო რამე მაქვს, პირიქით ძალიან მიყვარს. უბრალოდ ეს მაგალითი არის ყველაზე კარგად მორგებული ამ ყველაფერზე, რომ კარგად დაგანახო. ეხლა ნახე ეგეთი რაღაც. ვიდრე შენ ეს ძაღლი ყავს შენს ოთახში, მანამდე იმისი შანსი რომ ეს ძაღლი ესე არ მოიქცევა არის ნული. პირიქით, ის ყოველ ჯერზე ესე მოიქცევა. ყოველთვის როცა საკვები მოუნდება და შენ შემოხვალ კარიბში სულ შეგაწუხებს. იმიტომ კი არა რომ შენი შეწუხება უყვარს, არა, ერთადერთი ამას იმიტომ აკეთებს რომ შენგან საკვები მიიღოს. ეს მუშაობს ამ ყველაფერი ამ წრეზე არის დაქვემდებარებული. ეხლა მე მინდა რომ გადმოვინაცვლოთ ის ამბავი, რომელიც გვერდზე გადავდეთ, ცოტათი გამოვწიოთ და დავინახოთ კავშირი ნიკოტინსა და მშიერ ძაღლს შორის. ნიკოტინი ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც ეს მშიერი ძაღლი. შენ მაქსიმალურად გაწუხებს და სურვილს გიჩენს მოწევის. შენ ავტომატურად ეწევი სიგარეტს, ოღონდ იმის გამო კი არა რომ გინდა რომ ეს ნიკოტინი საჭმელი მისცე ამას და კარგად იყოს და იზრუნო და გამოზარდოს შენს ორგანიზმში, არა, ეს ნიკოტინი იმდენად გაწუხებს, რომ შენ უკვე ვერც ჭამით ვეღარ სიამოვნებ, ვერც ურთიერთობა ვეღარ გსიამოვნებს, ვერც სამსახურში დასვენებით ვეღარ იღებს სიამოვნებას, ვერც თავისუფალი დროით ვეღარ ხარ კმაყოფილი, იმის გამო რომ ძალიან დიდი ხმაური აი კაწურა შინაგანი და ყეფა გესმის შიგნიდან და შენ უკვე ხვდები რომ თუ გინდა რომ ეს ყველაფერი მორჩეს და შენი ცხოვრება გააგრძელო მშვიდად, ერთადერთი რაღაც უნდა გააკეთო რომ ნიკოტინს მისცე თავისი საკვები, რომ დამშვიდდეს. და ნიკოტინს არ ადარდებს და არც შენ არ გადარდებს ამის კეთება გიყვარს თუ არ გიყვარს. შენ შეიძლება არ გიყვარდეს ამის კეთება, მაგრამ იძულებული ხარ ეს გააკეთო. იმიტომ კი არა რომ სიგარეტი რამე მნიშვნელოვანს შეიცავს შენ ცხოვრებაში, არა, ერთადერთი რამის გამო რომ ეს ნიკოტინი გამოყვებო, გამოაძღო, რომ შენ შეძლო შენი ცხოვრების ხარისხიანად გატარება. შენ წარმოიდგინე, როდესაც ნიკოტინი დაინახავს, რომ შენ ამ ანკეზზე წამოგაგო, წავა თუ არა შენი ცხოვრებიდან ოდესმე. ნების ყოფას როგორც გამოიყენებ, ნიკოტინი დაგელოდება. ყველანაირად ეცდება манипуляციას მიმართავს, რომ ჩემს გარეშე ხა შენ რას გააკეთებ. აი რამდენი ხანი უნდა გაძლო რა, თუ მაინც უნდა მოწიო 10 წლის მერე და 10 დღის მერე, ეხავე ჯობია რა თავს ატო იტანჯავ. კაი რა, ეხა ჩემ გარეშე შენ ჭამაც არ გესიამოვნება, ტუალეტში თუ არ შედიხარ რა ჩემს გარეშე. სხვასთან საუბარზე საერთოდ რას ამბობს? ან სუფრაზე თუ იქნები, ჩემს გარეშე მე თუ არ მომწია, ისე ვერაფერს ვერ ისიამოვნებ. ნახე, ეს არის ზუსტად ის ნაწილი ნიკოტინის ნახევარი, რომელიც თავიდანვე გაიყო და შენს გონებაში მოვიდა. შენ ამ ყველაფერს ვერასოდეს ვერ მოიშორებ ნებისყოფით. ეს ნიკოტინი როგორც არ უნდა ეხვეწე, როგორც არ უნდა გააგდო, როგორც არ უნდა ტკბილად ელაპარაკო, გამორიცხულია ის არ დაგტოვებს. რადგან იცის რომ ძალიან დიდი და კარგი მსუყე ლუკმა ყავხარ დაჭერილი და ყველაფერს ეცდება რომ შენ არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის მოიშორო. და ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის რომ შენ არ იცი როგორ უნდა მოიშორო ეს მშიერი ძაღლი და ეს ნიკოტინი შენი ორგანიზმიდან. აქვე მინდა განახო ეხა ეს ვიდეო, სადაც ნახავ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გაიგეს ის გზა, თუ როგორ უნდა მოიშოროს ეს მშიერი ძაღლი და ნიკოტინი საკუთარი ორგანიზმიდან. სწორად გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ეს ნიკოტინი თავისივე ფეხით ტოვებს მწეველ ადამიანს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეღარ ახერხებსო დაბრუნდეს. მოსმენე ამ ორ ვიდეოს მე აქ რა თქმა უნდა ხმაც შევცვალე და დაუბლარე კიდევაც გამოსახულება, რომ რთული იყოს იდენტიფიცირება ადამიანის. 35 წელი ვეწეოდი. ნახე შენი რეკლამა. აი ეს უნდა დამეხმაროს. ვიღაცამ შეძლო. ხოგევლე ვერ მაღვიძებდა საერთოდ. ავა და სიგარეტი და შენ რო დაგელაპარაკე, ორი გაკვეთილის მერე ხო გახსოვს მე აღარ მომიწევი.
ძალიან სუსტ აღმოჩნდი სიგარეტთან. 30 წლიანი სტაჟი მაქვს რა. ყველაზე დიდი ჭირი მოვიშორე. აი ძალიან მინდოდა რომ თავი დამენებებინა. 3 საუბრის შემდეგ შენთან შევწყვიტე საბოლოოდ სიგარეტი. გადასარევად გადავლახე ეს პერიოდი. არც კი მახსოვს. აღარ მოვწევ. მაგარი ხარ. გაღიარებ ჩემი საქმის 100%-იანი პროფესიონალი და სიგარეტში რო აღარ ავხარჯო, ხელფასი გეკუთვნის ჩემი და გულს ყველა ვიძახია. დავფრინა. ეს არის ავადმყოფობა და შენ ჩვენ ავადმყოფ ხალხს გკურნავ. მოკლედ ეს ადამიანები წლობით იტანჯებოდნენ მოწევისგან და პლუს იმის გამო რომ ძალიან ბევრჯერ სადეს სიგარეტის შეწყვეტა, მაგრამ არასოდეს არ გამოუვიდათ. ეს კიდე ცალკე სტრესია, დანაშაულის შეგრძნება, საკუთარ თავში თვითდაჯერების გათელვა, უკვე რწმენაც კი აღარ გაქვს შენი თავის რომ ოდესმე შეიძლება ამ ყველაფრის გადაგდებას და მოწევის შეწყვეტას. ვიდრე ეს ადამიანები ჩემამდე მოვიდოდნენ, ყველაფერს ცდილობდნენ ნებისყოფის ხარჯზე. და რა თქმა უნდა, მე უკვე გითხარით რომ ნებისყოფა არ არის ის, რითაც ადამიანი შეძლებს ამ ყველაფერს. ნებისყოფა გავს ესეთ რამეს. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ემიგრანტი ნახავს ამ ჩვენს მასტერკლასს და მინდა რომ მათთვისაც უფრო გასაგები იყოს და ამ მაგალითზე თქვენც კარგად დაინახავს თუ რას ნიშნავს ნებისყოფა. ნებისყოფა არის ნებისყოფა გავს ესეთ რამეს, როდესაც შენ დატოვე შენი საყვარელი ქვეყანა, საყვარელი ოჯახი, მეგობრები, მეზობლები, ხომ გახსოვთ და ხომ ხვდებით როგორი რთული იქნება პირველი ნაბიჯის გადადგმა და მერე ყველაფერი გადის მოთმენაზე, ვიდრე ეს ყველაფერი თქვენთვის ბუნებრივი არ გახდება. ზუსტად მოთმენა არის საჭირო მაშინ შენ, როდესაც ისეთ რამეზე ამბობ უარს და ისეთი რამისგან გიწევს წასვლა, რომელიც შენთვის ძვირფასია. ამ დროს გჭირდება ნებისყოფა. იმ შემთხვევაში თუ ის რაღაცა, რასაც შენ შორდები, არც გიყვარს, არც მოგწონს, შენთვის ყველანაირი ღირებულება დაკარგა, მისგან წამოსვლა და განშორება ერთადერთ რამეს იწვევს. ეს იწვევს სიხარულს შენში, რომ წამოხვედი იმ ადგილიდან, რომელიც შენთვის ხელისშემშლელი იყო. შენ ვიდრე შენთვის სიგარეტი არ გახდება ისეთი, ვიდრე შენთვის სიგარეტი არის როგორც ქვეყანა, როგორც საყვარელი საგანი, რომელსაც უბრალოდ უნდა დაშორდე იმის გამო, რომ მასთან ახლო ურთიერთობა ჯანმრთელობას გინგრევს ან თანხას გძალავს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაგიჭირდება მისი მიტოვება, მაგრამ ვიდრე შენთვის სიგარეტი ისეთივე საყვარელი და ძვირფასია, როგორც სამშობლო, როგორც საყვარელი ადამიანი, როგორც ახლობლები, მაშინ წარმოუდგენელი არის მასზე უარის თქმა, შენ ბედნიერება მოგიტანოს. პირიქით, ბედნიერება მოაქვს იმ შეგრძნებას, როდესაც იცი რომ ისეთ რამეს შორდები, რაც შენ რეალურად არ გაწყობს და გაზიანებს. მაგრამ ეს ხო ისედაც იცი რომ არ მოგწონს და ყველაფერს გახარჯვინებს, მაგრამ ნახე, ყველაზე მთავარი, რასაც შენ დღევანდელი ჩემი მასტერკლასიდან გაიგებ არის რომ ნიკოტინს აქვს საკუთარი მუშაობის სტილი, საკუთარი ხრიკები, რის შედეგადაც შენ ვერ გათქმევინებს ამ ყველაფერზე უარს. ამიტომ ეგ უნდა კარგად დაინახო, ვიდრე ნიკოტინი არსებობს შენს ორგანიზმში, ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება და რაც უფრო მეტი დრო გადის, პირიქით, უფრო დიდ შედეგამდე ძგავა, რაც უფრო დაასუსტებს ნიკოტინი ადამიანს, მისი მართვა უფრო უმარტივდება და მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში უკვე მცდელობების რაოდენობაც იკლებს, შესაბამისი არც განწყობა აღარ რჩება ადამიანს და ნებდება. ყველაზე მთავარი არის ადამიანმა იცოდეს ის გზები თუ როგორ უნდა მოიშორო ნიკოტინი შენი ორგანიზმიდან, რა უნდა გააკეთო ყოველდღიურად, რა ხრიკები უნდა გამოიყენო, როგორ უნდა მიუდგე ამ საკითხს, რომ საბოლოოდ ნიკოტინი ნებისყოფით კი არ დაამარცხო, პირიქით, თვითონ მანვე უნდა გადაწყვიტოსო დატოვოს შენი ორგანიზმი. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ნებისმიერი შემცვლელი, წამალი, მხარზე დასაკრავი ნიკოტინის შემცველი, ტაბლეტები, კევები, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ხრიკები არის. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიცაც გონიათ, რომ ამ ყველაფრის დახმარებით თქვეს უარი მოწევაზე, მაგრამ კარგად დააკვირდით, უარი თქვეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამ ნივთიერებებს აღარ იყენებენ. ამიტომ ეს დანარჩენი ყველაფერი, ელექტროსიგარეტები ხო საერთოდ მოგონილია იმისათვის, რომ გაყიდვები გაიზარდოს, მას არანაირი კავშირი არ აქვს სიგარეტის შეწყვეტასთან, პირიქით, ერთი და იგივე კომპანია აწარმოებს, რასაც სიგარეტი აწარმოებს და ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გაგხადოს ნიკოტინზე და მთელი ცხოვრების განმავლობაში მათთვის გამომუშავება არ შეწყვიტო. მოკლედ, შენ თუ გინდა რომ ნიკოტინისგან თავისუფალი იყო, მას უნდა მისცე უფლება დატოვოს შენი ორგანიზმი, მაგრამ ამას სჭირდება კარგი ცოდნა და გამოცდილება თუ როგორ უნდა მოახერხო ის ყველაფერი ისე, რომ საბოლოოდ გავიდეს შენი ორგანიზმიდან და იმდენად მტკივნეული არ იყოს, რომ ისევ მოწევა გააგრძელო. ამიტომ სწორი ინფორმაცია არის ყველაფერი.
ინფორმაცია არა ის, რომ მავნებელი არის და ცუდი არის და ფულს გახარჯვინებს, ეს არაფერში არ გამოგადგება და ვიცი ბევრი ადამიანი ვიდეოებს უყურებს ამის შესახებ, თუ რა მავნებელია, თუ რამდენ ფულს დაზოგავდა, რამდენამეს იყიდა სიგარეტის გარეშე, ეგ ყველაფერი შეიძლება мотивация იყოს, მაგრამ მიზეზი მოწევის შეწყვეტის სრულიად სხვა უნდა იყოს და ეს არის თავისუფლება. თავისუფლების მოპოვება კი შეიძლება ბრძოლაში მაშინ, როცა შენ იცი მტრის ტაქტიკა. მე კი შემიძლია ეს ტაქტიკა თავიდან ბოლომდე ხელის ღრუბლზე დაგიდო, უბრალოდ თუ გაყვები ჩემს ინსტრუქციებს, ამ შემთხვევაში მარტივად გახვალ ამ თონს. ახლა კიდევ ერთ ამბავს მოგიყვები და ამით კიდევ უფრო მეტად წინ წავიწევთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში. შემდეგი ჩვენი ამბავი არის ჭაობზე. მე არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ კარგად დააკვირდები, შენც იგივე ფიქრებ, რასაც მე, რომ ადამიანი, რომელიც სიგარეტს ეწევა, ცხოვრობს ჭაობში. ყველა მწეველი ადამიანი ცხოვრობს ჭაობში. თუმცა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ ჭაობში არის, უნდა ამოვიდეს ჭაობიდან, გასუფთავდეს, დაიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ლაღი, თავისუფალი, სტრესის გარეშე და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტად არიძირებოდეს ჭაობში, მოკლედ უნდა რომ აქედან გათავისუფლდეს. ახლა უნდა ნახო როგორი რაღაც ხდება. ადამიანი როგორც კი ჭაობიდან ასვლას გადაწყვეტს, მისი მთავარი დანიშნულება არის დასახლებულ პუნქტამდე მივიდეს, სადაც ცხოვრება არის კომფორტული, მარტივი, ბედნიერი და თავისუფალი. თუმცა ესეთი რაღაც უნდა დაინახო. ჭაობიდან, აქ არის ჭაობი, ჭაობიდან ამ პუნქტამდე შუაში არის უღრანი ტყე, რომელიც გინდა თუ არა უნდა გაიაროს, სხვა გზა არ არსებობს, რომ აქ მიხვიდე. ამიტომ ხდება ეგეთი რაღაც. როდესაც ადამიანი ჭაობიდან ამოვა, ის უნდა შევიდეს ამ უღრან ტყეში, უნდა გაიაროს ეს ყველაფერი და ეხლა მინდა რაღაც დაგანახო. ამას როგორ გაივლის, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, თუ რა ხელსაწყოს წაიღებს ამ გზაზე. ანუ ამ უღრან ტყეში ჩასაფრებულ მხეცებს, ბოროტმოქმედებს, ეკალბარდებს რითი გაუმკლავდება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იარაღს წაიღებს ამ შემთხვევაში ამ უღრან ტყეში. იქ რომ შენ უბრალოდ ნებისყოფის ხარჯზე შევარდე, რომ მოდი მე ხა რამდენი ხანიც გაუძლებ ესე გავირბენ და თუ დამეგლიჯება ეს ტანი და თუ ფეხს მომაჭამს და თუ ვინმე დამემუქრება აზრი არ აქვს, მაინც უნდა გავიარო. ეგ ყველამ კარგად ვიცით, რომ ლოგიკურად ესე არ მოხდება, ამიტომ როგორც კი შიშველი მან შენ შევარდები, პირველივე ეკალს ფეხსო დააბიჯებ, გამობრუნდები უკან და ჩახტები შენ საყვარელ ჭაობში, რადგან შენს გონებაში ხდება ესეთი რაღაც გადაწყვეტა ამბის, რომ მე კი ვცადე, მინდოდა რომ გავსულიყავი ამ ჭაობიდან, მაგრამ პირველივე მცდელობაზე ისეთი მტკივნეული იყო, რომ მირჩევნია ჭაობში ვიყო, თბილად მაინც ვარ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა არ არსებობს არავითარი გზა რომ ეს გაიარო. პირიქით, ყველაზე ჭკვიანური არის შენ დაინახო, რა ხელსაწყო გჭირდება, რა უნდა ჩაიცვა, რომ ეს უღრანი ტყე გაიარო უმკივნევლოდ და საბოლოოდ ეს იარაღები ყველაფერი დაყარო ტყის დასასრულში, იმიტომ რომ აღარ დაგჭირდება ამ ყველაფრის მთელი ცხოვრება ტარება, ეს ყველაფერი გჭირდება მხოლოდ ამ ტყის გასავლელად. იქვე დატოვებ და გადაინაცვლებ მდელოზე, სადაც არიან სხვა ბედნიერი ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლებიც სიგარეტზე აღარ ფიქრობენ, ფული ამაში არ ეხარჯებათ და ყველაზე მთავარი თავის დროს და ენერგიას ამ ყველაფერში აღარ ხარჯავენ. შენ თუ გინდა რომ გონივრულად მოიქცე, რო ამოხვალ ჭაობიდან და ისევ რომ გადაწყვეტ, რომ მოდი უნდა გავიარო ეს უღრანი ტყე, გონივრული არ იქნება ის თუ შენ ისევ შიშველი შევარდები, რადგან ახლა კიდევ უფრო მეტი მანძილით რომ გაიარო, მაინც უკან მოგიწევს დაბრუნება, იმიტომ რომ სრულიად დაუცველი ხარ. ყველაზე ჭკვიანური არის მოემზადო ამ ყველაფრისთვის, აღიჭურვო როგორც საჭიროა, ჩაიცვა ისე როგორც საჭირო არის და თავდაჯერებული შეხვიდე ამ მონაკვეთში. თუ შენ შესაფერისი ხელსაწყომი გაქვს, ყველაფერს გაუმკლავდები და გამარჯვებული გახვალ ამ ტყიდან და გადაინაცვლებ ახალ სამყაროში, სადაც უკვე ეს ჭაობი შენთვის კიდევ უფრო მეტად ჭაობი გამოჩნდება და მადლიერი იქნები იმ გადაწყვეტილების, რაც მიიღე და არასოდეს არ დაუბრუნდები ამას. ახლა მინდა კიდევ ორი ადამიანი გაჩვენო, მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ შიშველი გაეარათ ეს გზა და ბევრჯერ დამარცხდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც მათ შესაფერისი ხელსაწყოები წაიღეს, ახლავე დაინახავთ რა მარტივად გაიარეს ეს გზა. აქაც რა თქმა უნდა ხმა შევცვალე და გამოსახულება დაუბლარე, რათა მათი იდენტიფიცირება თავიანთი სურვილიდან გამომდინარე მარტივი არ იყოს. მე ვარ ყოფილი მწევრი, მაგრამ დასწორებით 19 წელი ვეწეოდი. ბევრჯერ მქონდა მცდელობა, რომ სიგარეტისთვის თავი დავმენებები. ყოველი მცდელობა თავდებოდა მარცხით. მაგრამ მე ამ ყოველივეს ვცდილობდი მხოლოდ ნებისყოფის ხარჯზე. ერთ დღესაც არჩილის რაღაც ვიდეო იყო,
სკეპტიკურად განვეც დავრეკოთ რა ჩვენი რა მიდის გავესაუბროთ. გასაუბრების შემდეგ მივხვდი ერთ რაღაცას. ის რაც მე მაწვალებდა 19 წლის განმავლობაში და რა მცდელობებიც მქონდა, მაკლდა ერთი რაღაც. ტაქტიკა. პატარ-პატარა ხრიკები. უკლეთ ერთი საუბარი და გადავწყვიტე კიდევ ერთი მცდელობა და საბოლოო ჯამში დავამარცხე. არის ერთადერთი შემთხვევა ჩემ შემთხვევაში, რასაც ქვია სიგარეტს არ მოვწევ არასოდეს. ეს სიგარეტს თავი დავანებე ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. არასოდეს არ დანებდე. ჩემი რეკომენდაცია არჩი საუკეთესო გზნობ თავს, ასე კარგად ჯერ არ ყოფილა. ყველანაირად წინ წავედი არჩილ ცხოვრებაში. 16 წელი ვეწეოდი სიგარეტს. უკვე ბოლო წლებში ორკოლოფ ნახევარზე ავდიოდი. შენი კურსის ამბავი გავიგე ინტერნეტ სივრცეში. ამის მერე დავრეგისტრირდი რამოდენიმე ჩვენი პირადი საუბრის მერე უკვე სრულიად მოვიშორე სიგარეტი. ძალიან დამეხმარა შენი კურსი იმაში, რომ მიმეღო ის გადაწყვეტილება, რომ უნდა მომეშორებინა. მქონდა შიშები, რომ მე ამას ვერ შევძლებ, ეს არ გამომივა. ჭამის მერე როგორ უნდა ვიყო ის, რომ სიგარეტი არ მოვწიო, ყავასთან ერთად როგორ შეიძლება რომ სიგარეტი არ მოვწიო. მქონდა ის შიშები, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ შენს თითოეულ სიტყვაში არის იმის გასაღები, თუ როგორ უნდა გადალახო ეს ძალიან მარტივად. ახლიდან იბადები. მე ერთ ვეტყვი იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტავს, რომ შენი კურსის დახმარებით ეს საშინელება თავისი ცხოვრებიდან მოაშოროს, კარგად მოგისმინოს, იმდენად შემზიზღრა, რომ აი საერთოდ დანახვა აღარ მინდა რა. არ წარმომიდგენია ჩემი თავი, რომ ოდესმე შეიძლება მე სიგარეტი მოვწიო. იმდენი კარგი და მე დავინახე მის მერე რა. უნდა მოგენდოს, უნდა მოგისმინოს კარგად და ჩაწვეს იმ ყველაფერს, რასაც შენ ეუბნები. თუ გამოყვება ნებისმიერი კიდევ ვიძახი, ნებისმიერი ვინც დაწყვიტავს, რომ შენი დახმარებით ეს ნაბიჯი გადადგას, შენ მას ბოლომდე გაიყვან. არჩი, შენ რო არ ყოფილიყავე, მე ამას ვერ შევძლები. მართლა ვერ შევძლები, აი გულით გეუბნები რა. და მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის რა. მოკლედ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი დღეიდან უკვე სხვანაირად შეხედავს სიგარეტს და სხვანაირად დაინახავს ნიკოტინს, დაინახავს თუ რატო ვერ შეწყვიტა მოწევა ამდენი წლის განმავლობაში, დაინახავს ასევე იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის საჭირო ინფორმაციის ცოდნა თუნდაც ნიკოტინზე და თუნდაც სიგარეტზე. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ შენი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მყარი ხდება და ის რომ აქამდე გეგონა რომ ვერ ახერხებდი მოწევას და არ იცოდი რისთვის დაგებრალებინა, დღეიდან კარგად იცი რომ ეს ყველაფერი არის ნიკოტინის გამო. მე მაქსიმალურად ვეცადე რომ ამ მცირე დროში შენში მომეხდინა ცვლილება, რის შემდეგაც შენ ამ ნაბიჯის გადადგმა უფრო გაგიმარტივდებოდა, უფრო შესაძლებელს დაინახავდი შენ ამ მიზანს. განახე ასევე რამდენიმე ადამიანის მაგალითი, რომელიც 50 ადამიანზე მეტია ჩემს გამოცდილებაში. მაშასე შენ თუ მზად ხარ, მაშინ ჯობია რომ დრო აღარ გადადო. პირიქით, ყველაზე კარგი დრო მოწევის შესაწყოდად არის სწორედ ის წამი, როცა შენ გაანალიზებ იმ ყველაფერს, რომ შეგიძლია მოწევას თავი დაანებო. თუმცა მინდა ერთი რაღაც დავამატო. თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, ნიშნავს იმას, რომ შენთვის ეს მასტერკლასი საკმარისი არ იყო. ნებამომიცი შემოგთავაზო ჩემი კურსი, რომელიც 100%-ით საკმარისი არის იმისთვის, რომ მწებელმა ადამიანმა სამუდამოდ შეწყვიტოს მოწევა. ჩემი კურსი გეტყვი პირდაპირ, რომ არ არის ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ არც არაფერს არ დააკლებს. პირიქით, ვინც ამ კურსს კარგად გამოიყენებს, ვინც ყველა ვიდეოს მოусმენს, მიაღწევს სანუკვარ ოცნებას, გააგრძელოს ცხოვრება ნიკოტინის გარეშე. ცოტა მინდა ტექნიკური მხარეც შეგახედო. ჩემი კურსი შედგება 27 ვიდეოსგან, მხარდაჭერის ჯგუფისგან, სადაც გაიცნობ სხვა ადამიანებს, რომლებიც ამ გზას გადიან, რომელმაც უკვე მოიტოვეს ეს გზა უკან და ადამიანები, რომლებიც აწიაპირებენ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან. ასევე ყოველ შაბათ-კვირას ჩავატარებ თქვენთვის სესიას. ეს კი უკვე 100%-იანი გარანტია იმის, რომ შენ მაქსიმალურად სწრაფად მიიღო მოწევის შეწყვეტის გადაწყვეტილება. კარგად დაფიქრდი და გაანალიზე, რამდენი ფული გეხარჯება ყოველდღიურად სიგარეტში და ესო დააჯამო ჯამში. კარგად იცი, რამხელა დანაკლისზე მიდიხარ, მატერიალური მდგომარეობით მინიმუმ თანხის მხრივ, ჯანმრთელობას არ ვეხები. ასევე დააკვირდი, რამდენი წელი ხარჯავდი ამ თანხას ყოველთვიურად და შენ თუ გონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებ, კიდევ რამდენი წელი მოგიწევს, რომ ეს თანხა უბრალოდ გაანიავო, მაგრამ კი არ გაანიავო, შენი თავის დასაზიანებლად გამოიყენო. მოკლედ, ჩემი
კურსის სტანდარტული ღირებულება არის 400 ლარი, მაგრამ იმის გამო რომ შენ ჩემს მასტერკლასს თავიდან ბოლომდე მოусმინე, შენთვის მისი ღირებულება დღეიდან 24 საათის განმავლობაში იქნება 200 ლარი. შენს თვალწინ არის შანსი, რომელიც თავიდან აგარიდებს ყოველთვიურ უაზრო ხარჯს, თავიდან აგარიდებს ჯანმრთელობის დაზიანებას და თავიდან აგარიდებს მონრუღელს, რომელშიც ახლა შებმული ხარ და რომელსაც ბოლო არ უჩანს. გილოცავ თუ შენთვის ეს მასტერკლასი საკმარისი აღმოჩნდა და დღეიდან შეუდგები შენს არამწეველ ცხოვრებას, მაგრამ თუ ეს მასტერკლასი შენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, დარეგისტრირდე კურსზე და საბოლოოდ მოიშორე ეს ყველაფერი. კარგად იცი, საიდკენაც მიდის ეს ამბავი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, შენთვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი არის და იმეც ვიტოვებ, რომ მეც ჩემი სათქმელი მოვახერხე, რომ შენთვის გასაგებად გადმომეცა, ასე რომ იცოდე, რომ შენ ამ გზაზე მარტო არ ხარ, უამრავი ადამიანი არის შენს გვერდით, რომელიც ჩემი დახმარებით ყოველდღიურად წვეთს მოწევას, ეს ყველაფერი შესაძლებელი არის, ნებისმიერ დროს შეგიძლია დამიკავშირდე, ნებისმიერ კითხვაზე მზადვარ პასუხი გაგცე. კურსის შესაძენად კი WhatsApp ჯგუფში მომწერე და მე ყველას გიპასუხებთ. აბა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დროებით.